დავიწყოთ არქიმანდრიტ დოროთესთან საუბარი. გამარჯობა, გილოცავთ ნათლისღებას უპირველეს ყოვლისა. დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად არ გეწყინებოდა და თქვენს გაგიხარდებოდათ არა მხოლოდ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები, არამედ არაპოლიტიკური მოტივაციით პატიმრობაში მყოფი ცალკეული პატიმრების შეწყალებაზე რომ მოგვესმინა, მაგრამ როგორ აფასებთ იმას, რა მდგომარეობაშიც არის ახლა ამ ისტორიულ დაძაბულ მდგომარეობაში მთელი საზოგადოება, დილიდან მოყოლებული დედები, შეკრებილები ციხესაპატიმროებთან მთელი დღის განმავლობაში მოლოდინი პასუხგაუცემელი კითხვები, ანუ იმაზეც კი არ არის პასუხი, რომ არ იქნება და არ დაელოდოთ. აი ეს საერთოდ რა წესია, რა ურთიერთობის ფორმა არის საზოგადოებასთან ხელისუფლების. მოგესალმებით, გილოცავთ ნათლისღებას, ულოცავ მთელ საქართველოს, შეგვეწიოს უფალი და მოგცეს თავისი ნათელი და გაანათოს ჩვენი გონება. დღეს არამხოლოდ პატიმრები დატოვეს ციხეში, არამედ მათი მშობლებიც ფაქტიურად ციხესთან მიაჯაჭვეს და ჩაუშხამეს ნათლისღება, ჩაუშხამეს ის უდიდესი დღესასწაული, რომელიც ნებისმიერი ქრისტიანისთვის უდიდესად მნიშვნელოვანია და ეს არის გამოვლენა იმ სადიზმისა, ესენი ამათ ადამიანების ბედით თამაშობენ, ადამიანების ბედი არ აწუხებთ, ამათ რაც უფრო მეტად შეაშინებენ თუ სისასტიკეს აჩვენებენ ადამიანებს, მით უფრო გონიათ, რომ ქართველგაც შეეშინდება და საერთოდ არ ფიქრობენ, რომ რამენაირად გამოჩნდნენ, რაღაც სახე რო შეინარჩუნონ. არამედ აკეთებენ იმას, რაც არიან სინამდვილეში და ამათ ქრისტიანობაზე საუბარი, რომ ესენი ამე ქრისტიანულ დღესასწაულზე რამე სიკეთეს გააკეთებენ, მე ამის მოლოდინი უკვე არ მაქვს. მე ფიქრობ, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან ქართველ ხალხზე. ეტყობა ბატონი ბიძინა ფიქრობს, რომ ქართველმა ხალხმა არ დაუფასა ის სიკეთე, რომელიც მან საქართველოს გაუკეთა. და ამიტომ იქცევა ისე სასტიკად, რომ თითქოს ერთი დღით ცხოვრობს რა, თითქოს აი მისთვის გაქრა საქართველო, გაქრა ისტორია, გაქრა მომავალი, გაქრა თუ ვინ რა სიტყვის მასზე, ისტორია რა სიტყვის მასზე, აი არაფრის ინტერესი არ აქვს, უბრალოდ ცხოვრობს იმით, რომ აი რამენაირად შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება და რამენაირად დაჩაგროს ხალხი. ამის იქეთ მე ვერ ხედავ მათ რამე სიკეთეს მე მათგან არ ველი. ერთის მხრივ შესაძლოა მოლოდინი მათ ჰქონდათ და წნეხის ამ მიმართულებით ხორციელდებოდა. პირდაპირ ღია მინიშნებები ისმოდა, რომ შეწყალების მოთხოვნის, ანუ მონანიების ჩადენილი დანაშაულის დაკავშირებით გამოხატული სინანულის გარეშე გამორიცხული იყო, რომ შეწყალება საერთოდ განხილული ყოფილიყო კიდეც. ანუ მათ ამოცანას წარმოუდგენდა დანაშაულის აღიარება, მათ ამოცანას წარმოუდგენდა სინდისის და პოლიტიკური პატიმრების მიერ, შეგვიძლია ვთქვათ იმ პრინციპების, იმ ღირებულებების, იმ ბრძოლის მიზნის უარყოფა, რომლის გამოც მათ უკვე ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს, მაგრამ ადამიანები არიან, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ზოგს ოჯახის წევრი ყავს მძიმე მდგომარეობაში, უყურადღებოდ მიტოვებული და ყველას თავისი პრობლემა ამ მხრივ აქვს და ეთყობა მაინც ფიქრობდნენ, რომ აი ეს ბუნებრივი ადამიანური სისუსტეები, რომელიც ყოველ ჩვენგან შეიძლება გქონდეს, აქ იმუშავებდა, არ იმუშავა. არც ერთმა, არც სინდისის, არც პოლიტპატიმარმა შეწყალებისთვის არ მიმართა, შესაბამისად არც სინანული არ გამოუხატავს იმის გამო, რის გამოც ისინი საერთოდ არიან ახლა ციხეში უკანონოდ მოხვედრილები, მაგრამ ზია შემთხვევაში მაინც არსებობდა უფრო ყველაზე მეტად რაღაც მოლოდინი, რომ რატომ იცით, იმიტომ კი არა, რომ გულისხმიერებისა და სულგრძელობის გამო. ზია და არა მარტო ის იქცნენ ძალიან სერიოზულ ძიმე ლოდად, რომელიც ამ ხელისუფლებას მის ავტორიტეტს კიდია და რეპუტაციული ფსკერისკენ მიაქანებს, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე თავის მხარდამჭერთა შორისაც. ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვისაც სრულიად გაუგებარია ერთის მხრივ სილის გაწვნის გამო, ახალგაზრდა ქალის პატიმრობაში აყვანა და შემდეგ ერთი წელი მისი ციხეში გამოკეტვა კიდე ერთწლიანი პერსპექტივით.
მე პატიმრების დამოკიდებულება მომეწონა. პირველ რიგში მაგას ვიტყვი, რომ პატიმრებს არ ქონდათ არანაირი მოლოდინი, ჯერ ერთი სურვილი რომ მოინანიონ, რა უნდა მოინანიონ, რა შეთავაზეს, სიკვდილი შეთავაზეს, ჩვენ ხო ეკლესიიდან მაგას თავაზობდნენ, მეც რომ სინანულს თავაზობდნენ, მამა ილიას სინანულს თავაზობდნენ, რა უნდა მომენანიებინა, როგორ შეიძლება ადამიანმა სიმართლე მოინანიო, მოკვდიო, ეუბნებიან პატიმრებს, ესე იგი თქვენ და პატიმარს ციხეში ურჩევნია, ვიდრე გარეთ იყოს და მკვდარი იყოს სულით. და აქედან გამომდინარე მათი მოლოდინი მოусმინე ერთ-ერთს არ ვიცი რომელი იყო, მაგრამ დღეს მთელი დღე ჩოგბურს უყურებოდა, ნუ გაქვთ იმის მოლოდინი, რამე სიკეთე იქნებაო და ეს ძალიან კარგი არის მათი დამოკიდებულება, რომ ამადგან არაფერს სიკეთეს არ ელია და არ ელიან რომ რაღაც დროზე ადრე გაათავისუფლებენ და ეს მოლოდინი რო არა აქვს, ეს მათ აძლიერებთ და ძლიერად იქნებიან და მეც ურჩევ რომ არავითარი მოლოდინი ამადგან არ ქონდეთ და ღმერთი იქნება მათთან და ძლიერად უფრო ძლიერად ჩაჯდებიან ციხეში და ოცნებას გონია რომ არ არსებობს ღირსეული ადამიანი, მე ესე ვფიქრობ. ან მათთვის აი მზია, მაღლობელი არის მათი ტრაგედია, მათი შინაგანი ტრაგედია, რომ ადამიანი რომელიც ფეხზე დგას, არ ჯდება, ადამიანი რომელიც არ ტყდება, ადამიანი რომელიც აი ციხეში ზიანდება და მაინც უმკლავდება ამ ყველაფერს, ხო? აი ეს ამ უღირსი ადამიანებისთვის ეს არის როგორი მხილება, იცით, აი არბად ბიძინას არ ჯეროდა რომ ესეთი ადამიანი არსებობდა. არ ჯეროდა რომ გაუყიდავი ადამიანი თუ არსებობდა, გაუტეხავი ადამიანი თუ არსებობდა. ეგონა რომ ციხეში თუ ჩასვამდა რომ ამათ გატეხავდა ყველას და ამათ ყველას დაანგრევდა და აი ყველა შენდობას თხოვდა და თუ ფულს მიცემდა ყველა დაუჩოქებდა და არ ვიცი ესეთი წარმოდგენა ჰქონდა, არ ვიცი ესეთ ხალხთან ჰქონდა ალბათ ურთიერთობა და ადონებიძინა არსებობენ გაუტეხავი ქართველები, არსებობენ. აგერ შეხედეთ. არსებობენ და იარსებენ ყოველთვის. და ესენი არ დაიჩოქებენ. არც ეს პატიმრები და არც არავინ, რომელიც ქუჩაში პროტეზზე დგანან, ისინი არ დაიჩოქებენ და ისინი გაათავისუფლებენ საქართველოს. ამდოროთე, უცნაური განვითარება ვიხილეთ სინოდის ალკეული წარმომადგენლის ინიციატივების კუთხით. მეუფე იაკობმა დღეს გადაგების შემდეგ მოუწოდა საზოგადოებას მთლიანობაში, მაგრამ ხელისუფლებას განსაკუთრებით შერიგებისკენ. სიმართლე გითხრათ, სტრუქტურულად ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო მიმართვის კონკრეტული ადრესატები და თვითონ როგორც იყო ფორმულირებული ეს მიმართვა, იმიტომ რომ იქ რო ვიღაცები დარბიან ქუჩაში და ასე შემდეგ, როცა ადამიანს გინდა ყველა მხარეს მოუწოდო შერიგებისკენ, ელემენტარული გაგება და პატივისცემა ყველას მიმართ უნდა გამოხატო, მაგრამ ფაქტია, რომ მეუფე იაკობმა მოუწოდა შერიგებისკენ, რაც არ მოეწონა ხელისუფლებას, რეჟიმს და ვოლსკის სახით და არა მარტო მის სახით, მას დაუბრუნეს პასუხად, რომ არ არის სასურველი და ზოგადად რომ სასულიერო პირები არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში და რომ თავი უნდა შეიკავონ. გასაგებია, ისტორიის შეხსენება არ გვჭირდება, მეუფე იაკობი გამორჩეული არის პოლიტიკური განცხადებებით და შეფასებებით, მისი ყოველკვირეული ქადაგების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სწორედ ამას, შემდეგ ამის ტირაჟირება ხდებოდა წლების განმავლობაში და არა თვეების და ძირითადად ის სწორედ სახელმწიფო გზავნილების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გამხმოვანებელი იყო. აი ცნობილი გამონათქმა მისა არ იყო, სააგაშვილო ახლა აღარ მოწონთ მეუფე იაკობი, მაგრამ ფაქტია რომ არ მოწონთ. თქვენი ვერსიით რა შეიძლება ხდებოდეს ამ შემთხვევაში? აი კონკრეტულად მეუფე იაკობის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის საწინააღმდეგოც მე პირადად სუბიექტურად არაფერი მაქვს, ის რომ უნდა გავერთიანდეთ იმ დიდი საფრთხეების წინაშე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას დღეს და ის რომ უნდა გაჩერდეს ის ადამიანთ მოძულე პოლიტიკა უნდა შეჩერდეს, რომელიც აქვს დღეს რეჟიმს და ხელისუფლებას, ეს ჩემთვის უდავოა და ნებისმიერი გულწრფელი მომწოდებელი ამ მიმართულებით იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ აი აქ კონკრეტულ შემთხვევაში რა ხდება? მე მართალი გითხრათ, იქ ხალხთან შერიგება ვერ დავინახე, მაგრამ მე მგონია არ უთქვამს, იმიტომ რომ
ხალხი ესე ქუჩაში რო დარბიანო, ვერ გებულობო რასაკეთებენო და ეხა ქუჩაში რო დარბიანი მათთან შერიგება, მე მგონი არ უთქვამს, მე მგონი თქვა შიდა შერიგებაზე, რაც შიგნით ოცნებას. ანუ ქართული ოცნების შიდა კონფლიქტის გამოძახილია ის რაც გამოძახილი იყო ეს. და სხვათა შორის აი დღეს, ბევრი მოვისმინე რომ აი ღარიბაშვილს იცავს და რაღაც მეუფე იაკობზე ახლა ჩემი დახასიათება არ ჭირდებათ, ყველაფერი იცით, მაგრამ მე ჩემს შეხედულებას ვიტყვი ეკლესიაში რა ხდება. ესეთი ამაზრზენი რაღაცა ხდება, რომელიც აი მე გულს მირევს რა, სულს მირევს და ტვინს მირევს და შეხედვა არ მინდა ესეთი რაღაცა ხდება, რომ აი ვინც ძალაუფლებაშია, იმას უჩოქებენ და თუ დაკარგა ძალაუფლება იმ წუთას გაწირავენ მთავრები. აი ეს არის ჩემთვის როგორი არაადამიანობა, იცი? და ამაში მე მეუფე იაკობს უფასებ მაგას. თუნდაც თუ თქვა რომ ღარიბაშვილი ჩემი ძმაკაციაო, უფასებ. იცით, შეიძლება ღარიბაშვილი შეიძლება კი არა კორუფციაზეა დაჭერილი და რაღაცა, მაგრამ აი მას ეკლესიისთვის რაღაცები ხო ამათვის ეკლესიისთვის არა, მაგრამ ამ ეპისკოპოსებისთვის და საპატრიარქოსთვის ბევრი რამეა გაკეთებული, ბევრი რამეა მიცემული. მაგრამ აი შიო დუმს, ჯაღმაიძე დუმს და ყველა დუმს, მაგრამ მეუფე იაკობმა რაღაცა თქვა მაინც, ხო? რაც ვოლსკის არ მოეწონა. მიხვდა იქ ვოლსკი რა თქვა მეუფე იაკობმა და ამიტომ აი მე ამას უფასებ, მართლა უფასებ, ოღონდ გულით, იმიტომ რომ კაი რაღაცა ხო არის მორწმუნეობა, კაცობაც ხო არის, არა? და როგორი არაკაცები არიან, არა თუ არა მღვდლები, არა ეპისკოპოსები, როგორ შეიძლება ადამიანს აქებდე, სადღეგრძელოებს ეუბნებოდე, უჩოქებდე, სიყვარულს უმტკიცებდე და როგორც კი გადააყენებენ და უკვე ის შენთვის მტერი ხდება. აი ეს არის, არ ვიცი, აი ეკლესია, ეს არის ეკლესია. დღევანდელი ეკლესია ეს არის და ეს არის საზიზღრობა მართლა და მეორე მხრივ ახლა ვოლსკიმ რაც თქვა, ჯაღმაიძემ და მოსაყდრემ ბოტკოველმა იმდენი იძახეს ჩემზე, რომ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს ამბიონიდან ვოლსკიმ დაუბრუნა უკან. გაანებეთო პოლიტიკას თავიო. ესმით აი გამოიყენა ეგ, მაგრამ როცა სტეფანე მთავრობას აქებს და ვინც მიტინგზე დგას იმად LGBT-ს ეძახის, ვოლსკის ეს მოწონს. ეს არ არის პოლიტიკა. ხალხს თუ აგინებენ და ვოლსკის თუ აქებენ და ვოლსკი მამაო ჩვენო ვიციო და მამაო ჩვენოს ბოლოს ამბობს სულ სხვათა შორის და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელს არამედ ვიხსენ ბოროტისაგან აყავს ამბობს და დასაწყისში იქ არის რომ მოვიდეს სუფევა ნიშნავს მეფობას რომ სამართალმა იმეფოს ბატონო ვოლსკი სამართალმა რო იმეფოს ამას ვამბობ ჩვენ ღვთის სამართალმა რო იმეფოს მოვიდეს სუფევა შენი ნიშნავს ღმერთის სამართლიანობა უნდა იყოს თავრობაში და ხალხს სამართლიანად უნდა ექცეოდეთ მამაო ჩვენო თუ იცი ეს ზეპირატია რო დაიცო შინას უნდა იცოდე სამართლიანები გახდით ხალხის მიმართებაში და ეს კანონები რასაც ქმნით იმისთვის რომ ყველა დასაჯოთ 50000 5000 აჯარიმებთ ხალხს 5000 რა ვიცი არ უნახიათ ისეთ ხალხს აჯარიმებენ 5000 ნანახი ერთად შეგროვილი არ ექნებათ და ტროტუარზე დგომის გამო სად დავდგეთ იმ პოლიციელს ვკითხე სად არის მეთქი ისა ჯარიმა და სადაც საჯარო სივრცეა ყველგან ჩემი ეზოს გარე საჯარო სივრცეა ესე ეზოს გარეთ ვერ დადგები საოცრებებს აკეთებენ და მამაო ჩვენო იცის თურმე კიდევ ერთხელ გილოცავთ ნათლისღებას თუ გნებავთ ჩვენს აუდიტორიას საზოგადოებას მრევლს რომელიც აღნიშნავს დღევანდელ დღეს განსაკუთრებით პატიმრობაში მყოფ ადამიანებს მიულოცოთ კიდევ ერთხელ და დაგემშვიდობთ გილოცავთ კიდევ ერთხელ და ერთ სიტყვას ვიტყვი მარტო რომ ნათლისღება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა იმიტომ რომ ნათლის მიღება ნათელი გაგვარჩევინებს კეთილს და ბოროტს, ბნელს და ნათელს. და ხალხი არის ნათლის მხარეს დღეს საქართველოში და ოცნება არის ბნელი და ბნელის მხარეს. ჩვენ ვართ ნათლები, ისინი არიან ბნელები. ამიტომ ჩვენ კი არ გვაქვს მოსანანიებელი, არამედ თვითონ მოინანიონ, თორე დაატყდებათ აი ის ბოროტება, რაც მამაო ჩვენოს ბოლოში წერია. მადლობა არქიმანდრიტ დოროთეს